საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში აღნიშნავენ ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას შვილები. ისინი 27 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც დაესწრებიან. საქართველოს პარლამენტში კი გაემართება ნოე ჟორდანიას ვაჟის, რეჯებ ჟორდანიას წიგნის პრეზენტაცია. გამოცემაში მოთხრობილია ბოლშევიკებისგან დევნილი ნოე ჟორდანიასა და მთავრობის სხვა წევრების ცხოვრების შესახებ. საქართველო უკვე 20 წელია დამოუკიდებელია. ქვეყანა საუკუნეების შემდეგ გათავისუფლდა და დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა, ეს ღირსშესანიშნავი დღეა, როდესაც საქართველო მრავალწლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ სუვერენული სახელმწიფო გახდა. 26 მაისი ჩემთვის იყო და ყოველთვის დარჩება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ამ თარიღს საქართველოში ვზეიმობ. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწველ ღონისძიებაზე მომიწვიეს. ლეულში დამოუკიდებლობის დღე 1921 წლიდან აღინიშნება და ჩვენთან ერთად ამ დღეს საბჭოთა მთავრობის მიერ გამოდევნილი სხვა მოქალაქეები ზეიმობდნენ. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოში ვხვდები. ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 27 მაისი ასევე მეორე დღესით არის დიასპორის დღე, ქართული დიასპორის დღე და ჩვენთვის ძალზე დიდი პატივია ის ფაქტი, რომ დღეს ჩამოდიან პარიზიდან ნოე ჟორდანიას შვილები და მათი შთამომავლები. 28 მაისს იქნება კიდევ შეხვედრები და იქნება ბატონი რეჯებ ჟორდანიას წიგნის გავიზარდა რევიზიის პრეზენტაცია.